გამარჯობა ძვირფასო მსმენელებო, დღეს გვაქვს მე-6 ლექცია სულის კატეგორიები. ყველაზე დაბალ საფეხურზე მდგომი სული მოდის მცენარის სახით. ცოტა უფრო მაღალი საფეხურია მწერი. შემდეგ მოდიან ქვეწარმავლები, თევზები, ფრინველები და ცხოველები. ფლორასა და ფაუნაში სული ვერ ვითარდება. განვითარების საშუალება მას აქვს მხოლოდ ადამიანის სხეულში. ინდური ფილოსოფიის მიხედვით ადამიანების კატეგორიზაცია უმეტესად დაკავშირებულია ვედურ და ჰინდუ ტრადიციებთან. ამის მიხედვით ადამიანები შეიძლება დავყოთ ვარნებად, ეს არის სოციალური პროფესიული ფუნქციით, ანუ კასტებად დაყოფა, გუნებად, ფსიქოლოგიურ სულიერი თვისებებით და აშრამად, ცხოვრების ეტაპების მიხედვით. დღეს განვიხილავთ ვარნასა და გუნას. ვარნა იგივე კასტა, სოციალურ-ფუნქციური კატეგორიებია. ვარნულ ანუ კასტურ სისტემაში ადამიანები იყოფიან 4 ძირითად კატეგორიად. მოუყვებით ზემოდან ქვემოთ, ანუ პირველი არის უმაღლესი კასტა ბრაჰმანები. აქ შედიან მღვდლები, ფილოსოფოსები, ცოდნის, სიბრძნისა და სულიერის მფლობელები. მათი პასუხისმგებლობა არის სწავლება, რელიგიური რიტუალების შესრულება. მათი დჰარმა, ანუ მოვალეობა არის განათლება, მსჯელობა, სულიერი ხელმძღვანელობა. მათი ელემენტი არის სატი, სისუფთავე. მეორე კასტა ქშატრია, მმართველები და მებრძოლები. მათი როლია ძალაუფლება, დაცვა, სამართალი, მათი პასუხისმგებლობაა, მმართველობა, ხალხის დაცვა. მათი დჰარმა, ანუ ვალდებულება არის სიმამაცე, დისციპლინა, სიმართლე. მათი ელემენტია რაჯას, აქტიურობა, ვნება. მესამე კასტა ვაიშია, ვაჭრები და მეწარმეები. მათი როლია ეკონომიკის განვითარება, ვაჭრობა. მათი პასუხისმგებლობაა ბიზნესი, სოფლის მეურნეობა, ფულადი ოპერაციები, ფულის დაგროვება. მათი დჰარმა არის პატიოსნება ვაჭრობაში, საზოგადოების მხარდაჭერა. მათი ელემენტი არის რაჯას დამატებული თამასი, აქტიურობა და ინერცია. მეოთხე შუდრა. ესენი არიან კასტის გარეშე მომსახურე ფენა. მათი როლი არის ისინი არიან მუშაკები, მუშები, ხელოსნები, მომსახურე პერსონალი. მათი პასუხისმგებლობა არის სხვების დახმარება და შრომა. მათი დჰარმა არის ერთგულება, თავშეკავებულობა, შრომის მოყვარეობა. მათი ელემენტი არის თამასი, ინერცია, სტაბილურობა. შენიშვნა ვარნა ანუ კასტა არ ნიშნავს დაბადებიდან განსაზღვრულ კლასს ვედური გაგებით. ის ინდივიდის ბუნებაზეა დაფუძნებული და არა მემკვიდრეობაზე. ეს თავიდან ასე იყო ჩადებული, ეს როდესაც ყალიბდებოდა ჯერ კიდევ კასტები, მაგრამ შემდეგ დროთა განმავლობაში შეიცვალა და კასტის შიგნით ხდება მხოლოდ ქორწინება, უფრო მაღალ კასტაზე გადასვლა წარმოუდგენელია, მაგრამ თუ კი ვინმე დაქორწინდა უფრო დაბალ კასტაზე, ისინი დაბალ კასტაში აღმოჩნდება, ანუ ქვემოდან ზემოთ სვლა ფაქტიურად გამორიცხულია. ეხლა გუნები ანუ ფსიქოლოგიურ სულიერი კატეგორიები. ინდური სანქხია და იოგა ფილოსოფიაში არსებობს 3 ძირითადი თვისება. გუნა, რომლებიც განსაზღვრავენ ადამიანის ბუნებას. პირველი სატვა, ანუ აქაც მოვდივარ ზემოდან ქვემოთ. პირველი არის სატვა სიწმინდე, ჰარმონია, სიმშვიდე. ესენი არიან ცოდნაზე ორიენტირებული ადამიანები. მათი მისწრაფება არის ჭეშმარიტებისკენ, მშვიდობისკენ. მათ აქვთ მაღალი ცნობიერება და ეთიკა. მათი შესაბამისი ვარნა, ანუ კასტა არის ბრაჰმანი. მეორე რაჯასი, ვნება, აქტიურობა, მოქმედების სიყვარული, მიზანმიმართულება, მიზანდასახულობა. ხშირად მართავს მათ სურვილები და ემოციები. მათ შეუძლიათ დიდი წარმატების მიღწევა, მაგრამ აგრესიით გამოირჩევიან. მათი შესაბამისი ვარნა არის ქშატრია და შეიძლება ვაიშიაც. მესამე თამასი. თამასი ეს არის ინერცია, უმეცრება, პასიურობა, მოდუნებული, დაბალი მოტივაციის, დაბალი ინტელექტის ადამიანები არიან.
მათში ხშირია სიზარმაცე, დაბნელობა, დაბალი ცნობიერება, შესაბამისი ვარნა არის შუდრა. ყველა ადამიანში ეს სამი გონა შერეულია, მაგრამ ერთი დომინირებს. ეხლა განვიხილოთ კლასიფიკაცია სულის განვითარების მიხედვით, სადაც 6 კატეგორიაა ქვემოდან ზემოთ. ანუ პირველი ეს არის ყველაზე დაბალი, მთლემარი სული, იგივე ცხოველური სული. ასეთ ადამიანს არ აქვს განვითარებისკენ მისწრაფება. მაშინ მოქმედებს მხოლოდ გადარჩენის ინსტინქტი. ის 100%-ით მატერიალისტია, მხოლოდ იკვებება და მრავლდება. მიდრეკილია სიზარმაცისკენ, სიბინძურისკენ, ზნედაცემულობისა და ბოროტებისაკენ. არ გააჩნია მორალი და ფასეულობები. მეორე, გამოღვიძებული სული, იგივე მაძიებელი სული ეძებს მასწავლებელს. აქვს ინტელექტი, გააჩნია აზროვნების უნარი და შეუძლია გონებრივი შრომა, ინტერესიანია. მან იცის, რომ მატერიალურის გარდა არსებობს სულიერი ფასეულობებიც, მაგრამ მატერიალური ფასეულობებით ცხოვრობს, მას ანიჭებს უპირატესობას. მესამე, მოსწავლის სული. სულიერად განვითარებულია, ინტერესი და სწავლის განვითარების სურვილი მასში დიდია. აინტერესებს სამყაროს და საკუთარი თავის შეცნობა. სულიერი ფასეულობები მას უკვე აქვს, თუმცა მატერიალურს ანიჭებს უპირატესობას. მეოთხე, მეომარის სული, იგივე ნათელი მეომარი, იგივე სინათლის მეომარი. ეს გამოცდილი სულია, ეხმარება სხვებს, იბრძვის სიმართლისთვის, სამართლიანობისათვის, ებრძვის ბოროტებას, სულიერი და მატერიალური ფასეულობები თანაბარ დონეზეა. მეხუთე, ბრძენი სული, მშვიდია და ცხოვრობს ჰარმონიაში თავის თავთან და სამყაროსთან. ის თვითონაა მასწავლებელი და გურუ, უფრო მეტად სულიერი ფასეულობებით ცხოვრობს. მატერიალური მასში მინიმიზირებულია, მაგრამ არის. მეექვსე, თავისუფალი სული, ჯივანმუქტა, ზეადამიანი, ის უკვე თავისუფალია სანსარას ბორბლისგან, ანუ მას განცდილი აქვს მოქშა, იგივე ნირვანა. მას საერთოდ არ აინტერესებს მატერიალური სამყარო და ეს მისი ბოლო ინკარნაცია. ასეთები არიან ბუდისტური ლამები, ზოგიერთი სხვა რელიგიის წმინდა ბერები, მოძღვრები, წმინდანები. ისინი იმისთვის იბადებიან, რათა სხვა სულები გამოაღვიძონ. მათ მხოლოდ სულიერი ფასეულობები გააჩნიათ. მათ შეუძლიათ საერთოდ არ დაიბადონ, რადგან თავისუფალი არიან სანსარას ბორბლებისგან, იბადებიან თავიანთი სურვილით, სხვების დასახმარებლად. კიდევ გვაქვს ერთი კლასიფიკაცია და შემდგომ გაერთიანებული კლასიფიკაცია, რასაც უკვე შემდგომ ვიდეოში მოგაწვდით, ეხლა კი დაგემშვიდობებით დროებით.